დანიაში პოლიტიკური გაურკვევლობა დასრულდა. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა მოახერხა. სამისოთ მის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მემარცხენე ცენტრისტებთან კოალიციის შექმნა მოუხდა. შედეგად ფრედერიკსენი კვლავ ქვეყნის სათავეში რჩება იმ კრიზისის ფონზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზიებს მოჰყვა გრენლანდიასთან მიმართებით. ახალი სტარტის შემდეგ მთავრობის დაუყოვნებლივი დავალებები სწორედ გრენლანდიასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელება და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება, მათ შორის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. ფრედერიკსენის პარტია მინისტრთა კაბინეტში უმცირესობით იქნება წარმოდგენილი. მასთან ერთად მინისტრთა პორტფელების ჩაბარებას შეძლებენ სოციალ-ლიბერალები, მწვანე მემარცხენეები და ცენტრისტებიც. ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობის ფორმირებისთვის დადებული გარიგება ქვეყანას საშუალებას აძლევს დაასრულოს მარტში გამართული არჩევნებით გამოწვეული ბუნდოვანება, როდესაც დანიის საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვება 12-მა პარტიამ შეძლო. სწორედ ამ დროს დაკარგა მმართველმა პარტიამ უმრავლესობა მინიმუმ 38 დეპუტატით საკანონმდებლო ორგანოში. ანალიზის შედეგად პარტიამ დაასკვნა, რომ ამ მარცხში დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის უკმაყოფილებამ გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით. ძალიან წუხვარ, რომ ამაზე მეტი ხმის მოპოვება ვერ შევძელით. მე ასევე მქონდა უკეთესი შედეგების იმედი, მაგრამ დღეს ვერაფერი გაგვიფუჭებს ხასიათს. სოციალ-დემოკრატები კიდევ ერთხელ გახდნენ დანიელებისთვის ყველაზე საყვარელი პოლიტიკური პარტია. დანიის კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში პრემიერი ურშაბაც უკვე შეხვდა მეფე ფრედერიკს. იმის სათქმელად, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მთავრობის ფორმირებისთვის გზა ხსნილია.